ესეთი ოხუნჯობები ყოველთვის იყო, მაგრამ ილიამ იცოდა გემოვნების დაჭერა ამ ხუმრობაში. მაგალითად მოხდა ესეთი ამბავი. თედო სახოკიამ შემდგომში ცნობილმა მექართულემ და ქართველმა რევოლუციონერმა და საუკეთესო ქართული წიგნების ავტორმა და რა ვიცი, საერთოდ ზღაპრულმა და ვაჟკაცმა კაცმა სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა ესეთი პატარა კრებული აკაკის ოხუნჯობების. ეს იყო სკაბრეზით და ნაირგვარი რაღაც არც თუ ესეთი გემოვნებიანი ანეკდოტებით სავსე წიგნი. აკაკი როგორც იცით ბევრს ხუმრობდა და მისი ანეკდოტები ხალხში დადიოდა და ბევრი ემატებოდა და აკლდებოდა ანეკდოტის არსიც ეს არის. ივერიამ კიდე ამ პატარა კრებულს საშინელი რეცენზია დაუწერა. ისეთი რეცენზია დაუწერა, რომ ვერ გაყიდა თედო სახოკიამ კარგად, როგორც უნდა და ეს კრებული და ამ ახალგაზრდა კაცმა ადგა და უჩივლა ილია ჭავჭავაძეს სასამართლოში, რომ მათ ჩამიგდეს ტირაჟიო. მივიდნენ სასამართლოში. სახოკიას ადვოკატი ყავდა, გრიგოლ გვაზავა, ცოტათი ესეც პოეტი და ირიამ კიდე უთხრა მოსამართლეს, "Я сам себя буду защищать." ხო და ეს საქმე ილიამ მოიგო. საკვირველი საინტერესო ეს არის და მოიგო სულ უბრალოდ. მან დაიჭირა ხელში ეს წიგნი, წაიკითხავდა ქართულად ანეკდოტს და მე რუსულად უთარგმნიდა მოსამართლეს. მეშვიდე თუ მერე ანეკდოტზე რომ მივიდა მოსამართლემ დაიწყო ყვირირი. ხვაწით, всё понятно, всё понятно. მაგრამ ილია მაინც ჯიუტად აგრძელებდა ანეკდოტების კითხვას და თარგმნას. იქ ბევრი რამე ძალიან უწმაწური იყო და ამიტომ ილიამ საქმე მოიგო. თედო სახოკიას კიდე უთხრა, რომ აკაკის ხუმრობა ჩვენ ყველას მოგწონს, მაგრამ აკაკის ხუმრობა ბაზრის ხუმრობასავით არ არის და ესეთად არ უნდა გადააქცია.